თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დაინტერესებული ადამიანები ამ თვითმასწავლებლის დახმარებით მეგრული ენის შესწავლას შეძლებენ. თუმცა ამ გამოცემის მიზნები კიდევ უფრო ფართოა. უფრო ზუსტად რას ემსახურება ეს გამოცემაც და ზოგადად ციკლი ქართულ ენათა თვითმასწავლებელი. დავიწყოთ იმით, რომ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ქართული, საკუთრივ ქართული ენა, არამედ გვაქვს ქართველური ენათა ჯგუფი, რომელშიც შედის საკუთრივ ქართულის გარდა მეგრული, ლაზური და სვანური ენები. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ მეგრული და ლაზური ერთი ენაა და ორი განშტოება, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. და ისიც გვავიწყდება ხანდახან, რომ ეს არის ჩვენი საერთო ქართული მემკვიდრეობა, საერთო ქართული საგანძური და ამ საგანძურით ვფიქრობ ყველანი უნდა ვამაყობდეთ მიუხედავად ჩვენი კუთხური წარმომავლობისა. ისევე როგორც მაგალითად კრიმანჭული არ არის მხოლოდ გურული მემკვიდრეობა და მეთანხმებით ხომ ვაჟა-ფშაველას პოეზია არ არის ფშაური საგანძური, ზუსტად ასევე მეგრული, ლაზური და სვანური გახლავთ ჩვენი საერთო მემკვიდრეობა, რომელზეც ზრუნვაც სხვათა შორის გვავიწყდება ხოლმე. გონია რომ ეს თავისთვის არსებობს და იარსებობს თავისთვის, იყოს იქ სადაც არის და ეს არ არის ზრუნვა, ეს არ არის დამოკიდებულება და მეტიც ეს გამოიწვევს უახლოეს მომავალში, უახლოეს 10 წლებში ამ ენების ფიზიკურად გაქრობას. და მე უკვე გვიანღა იქნება გამქრალი ენების რეანიმაცია, შემდეგ შეუძლებელი პროცესი, ასე რომ ამ გამოცემის სწორი ბრძანა თქვენ, ამ გამოცემის მიზანი ბევრია, რამდენიმე მთავარი მიზანია. გარდა წმინდა პრაქტიკულისა არის სწორედ ესეც, რომ უნდა მოხდეს ამ ენების პოპულარიზება, უნდა გავიგოთ და უნდა გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, სხვათა შორის სოციალურ ქსელებში, როდესაც ანონსს ვაკეთებდით, აი გუშინ გამოვიდა ეს წიგნი, როდესაც ანონსს ვაკეთებდით, იყო ძირითადად დადებითი გამოხმაურებები, მაგრამ ალაგ-ალაგ იყო ირონია, იყო მათ შორის დადებითი, ასე ვთქვათ, იყო ღიმილი, იყო გაბრაზება და ჩემთვის გაუგებარია რა არის გასაბრაზებელი და რა არის გასაღიმებელი. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც უნდა შევისწავლოთ, უნდა გამოვიკვლევოთ, უნდა მოვუაროთ, ვიზრუნოთ და ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით გადავარჩინოთ. ალბათ სტერეოტიპებია ამაში დამნაშავე. რაღაცა ესეთ სტერეოტიპი გვაქვს, რომ აი მეგრული, სხვათა შორის ბევრი არასერიოზულად აღიქვამს ამ ენებს. ეს ენები არის რაღაცა თითქოს ოჯახში სასაუბრო, კი ბატონო, ოჯახში საუბრობენ ძირითადად, მაგრამ ამავდროულად ეს არის უზარმაზარი საბადო. უზარმაზარი საბადო, როგორც ენათმეცნიერთათვის, ისე ზოგადად ენის მოყვარული ხალხის ჩვენი საერთო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთო ქართველური მემკვიდრეობა. ბატონობა, თქვენ სხვა დროსაც ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ ქართული ენები გადაშენების საფრთხის წინაშე დგას, გაქრობის საფრთხის წინაშე. რაც შეიძლება ვიღაცას გადაჭარბებულ მოსაზრებად მოეჩვენოს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კუთხეებში ადგილობრივები საუბრობენ ამ ენებზე. რა გაძლევთ ამ მოსაზრების საფუძველს და საინტერესო ახალგაზრდები თუ საუბრობენ ამ ენებზე? დიახ. ეს არ გახლავთ ჩემი მოსაზრება, ეს გახლავთ ოფიციალურად იუნესკოს საფრთხის წინაშე მდგარი ენების ნუსხაში არის შესული სამივე ენა, მეგრულიც, სვანურიც, ლაზურიც და მათ ამ სპეციალისტებს ამის საფუძველს აძლევს დაკვირვება თანამედროვე ტენდენციებზე. სხვათა შორის ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ მხრივ არა ვართ გამონაკლისები, მთელ მსოფლიოში მიდის ეს პროცესი, გლობალიზაციის პროცესია, კომუნიკაციები ადვილდება, განათლების ენები არსებობს, ხო ლიმიტირებული და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა ქრება საჭიროება, რომ ისაუბრო შედარებით მცირე ენებზე. სხვათა შორის ცოტა შორიდან დავიწყებ, მსოფლიოში არის, აი ბევრისთვის ეს მოულოდნელობა არის ხოლმე, როცა ვამბობ, სტუდენტებს უმარტავ ხოლმე 6-დან 7000 ენამდე. ზუსტად რაოდენობის დადგენა ძნელია, ვინაიდან ენასა და დიალექტ შორის მკვეთრი საზღვრის გავლება რთულია. და ქვეყანა არის დაახლოებით 200, ხო? წარმოიდგინეთ, ესე იგი საშუალოდ თითო ქვეყანაში არის 30-35 ენა, საშუალოდ, ზოგში მეტი, ზოგში ნაკლები. და ეს ამ ენების გაქრობას, ან ნელ-ნელა გასვლას, ასე ვთქვათ, ხმარებიდან იწვევს ის, რომ ახალი თაობა ნაკლებად საუბრობს ამ ენებზე და მათ შორის აი მეგრულის, სვანურისა და ლაზურის მთავარი საფრთხეც სწორედ ეს არის. არა ის, რომ არავინ არ ლაპარაკობს, კი ძალიან ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ პროცენტულად ძირითადად საუბრობს უფროსი თაობა. უფროსი და საშუალო თაობა, ძირითადად უფროსი, საშუალოც ცოტა ნაკლებად და ახალმა თაობამ მხოლოდ პასიურად იცის, ანუ მას ესმის და არ საუბრობს. სხვათა შორის აი ამ სტერეოტიპების გამოარო ხშირად სამწუხაროდ ცოდავენ აი ამ კუთხის
უკაცრავად ამ გამოთქმისთვის სწოდავენ ამ კუთხის წარმომადგენლები, ვინაიდან თავიანთ შვილებს არ ასწავლიან გონიათ რომ ეს ხელშეუშლის მათ ზოგადი განათლების მიღების პროცესში არა და დაკვირვება გვარწმუნებს რომ ასე არ არის პირიქით უმდიდრდებათ ბავშვებს თვალსაჩინო და რაც მთავარია მათ დიდ მემკვიდრეობას ამ გზით შეინახავენ თუ კი დღევანდელი ბავშვობა ახალგაზრდობა აღარ ისაუბრებს ცხადია მათ შვილებს უკვე საერთოდ არ ეწოდინება ვერც კი გაიგებენ ცალკეული სიტყვების გარდა ვერაფერს ეს გამოიწვევს გაქრობას ასე რომ თავს მუდამ ვიმშვიდებთ იმით რომ დღეს დაუშვათ ათასობით ათეულათასობით ადამიანი საუბრობს ამ ენებზე ერთი თაობის შემდეგ სხვა სურათი იქნება და ორი თაობის შემდეგ და სამი თაობის შემდეგ შესაძლოა სანთლით საძებნი გაგვიხდეს ამ ენებზე ფიზიკურად გამართულად მოლაპარაკე ადამიანი რამდენადაც ვიცით ეს იქნება ციკლი და მეგრული ენის თვითმასწავლებლების შემდეგ გამოვა ჯერ სვანური, შემდეგ კი ლაზური თვითმასწავლებლები. ესენი რა დროის რა პერიოდში გაქვთ დაგეგმილი? აუცილებლად დიახ ეს გახლავთ ეს პირველი სასიგნალო ეგზემპლარი დღეიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს ამას არამხოლოდ პოპულარიზება არის მიზანი, არამედ პრაქტიკული ბევრი ადამიანია არამეგრული არასვანური წარმომავლობის მათ შორის რომელთაც უნდათ შესწავლა, მაგრამ დღესდღეობით არაფერზე მიუწვდებათ ხელი პრაქტიკულად. და ამის შემდეგ დაგეგმილი გვაქვს სვანურის გამოსვლა, შემდეგ ლაზურის, ასევე ახლავს ამ თვითმასწავლებლებს აუდიო ვერსია, აიოლებს ალბათ რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაგვიდგა მხარში და მისი თანადგომით მომზადდა ეს აუდიო ვერსია. სხვათა შორის ასევე წინასწარ ვიტყვი, რომ დაგეგმილი გვაქვს მომავალში ბავშვებისთვისაც თვითმასწავლებელი, პირველადი ასე ვთქვათ, პირველად ლექსიკონების და ამგვარი მასალების გამოცემა, ვინაიდან როგორც აღნიშნე, სწორედ აი ბავშვები არის მთავარი, ახლა ახალგაზრდობა, ბავშვობა, ისინი თუ ისწავლიან და არ დაკარგავენ ამ მემკვიდრეობას, ეს იქნება გარანტია, რომ მომავალ თაობას ეს გადაეცემა.